რაც თავი მახსოვს, ხელოვნებასთან მქონდა შეხება, იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემიც და მამიდაჩემიც ორივე მოცეკვავეები არიან და სოხუმის სახელმწიფო ანსამბლშიც ცეკვავდნენ. შესაბამისად ეტყობ აღმამაჩნდა მეც რაღაცა მონაცემები, რომ ესე პროფესიულადაც ჩართულიყავი მათთან ერთად და ისიც კი მახსოვს, რომ ფილარმონიაში ჩემი პირველი კონცერტი იყო სოლო, სადაც ვიცეკვე 3 წლის ასაკში. თეატრთან ჩემი პირველი შეხება იყო, რა თქმა უნდა, სოხუმში. მახსოვს სკოლაში გამოგვიცხადეს, რომ იხსნება საბავშვო თეატრი. და ეს საბავშვო თეატრი სოხუმში დაარსა ბატონმა გიორგი რატიანმა და მახსოვს ეს სკოლებში ალბათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ საშუალო სკოლაში არის ბავშვების შერჩევა. აი სწორედ მან მოხდა ესეთი პირველი შეხება და ამ თეატრის პირველი ნაკადი ვიყავით მე და ჩემი თაობა. ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყო სოხუმში მახსოვს ძალიან დიდი პრემიერები იყო თბილისიდან ჩამოდიოდა თეატრალური საზოგადოება ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ მოვლენა იყო აფხაზეთში და სოხუმში საბავშვო თეატრის ქართული საბავშვო თეატრის დაარსება და იქიდან მოყოლებული არ ვიცი ერთი წუთი არ მახსოვს ამ სფეროს გარეშე სხვათა შორის გასაკვირია მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ეგრევე არ ჩამიბარებია თეატრალურ ინსტიტუტში ჯერ ჩავაბარე ეს დედაჩემს დიდი სურვილი იყო უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში მთელი 4 წელიწადი როდესაც უცხო ენებში ვსწავლობდი რუსთაველზე არ გავსულვარ აი მართლა არ გავდიოდი იმიტომ რომ თეატრალური ინსტიტუტი არ დამენახა იმდენად მინდოდა და იმდენად მაშინ არ იყო ამის საშუალება რომ თქვა პარალელურად იქა ჩამებარებია რომ აი რაღაცნაირად ემოციურად ძალიან განვიცდიდი 2003 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და დამირეკეს თეატრიდან ერთ-ერთ სპექტაკლში ეძებდნენ მსახიობის შემცვლელს ეს იყო სპექტაკლი გოჩა კაპანაძის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლი ღალატი და გაიანის როლზე ჭირდებოდათ გოგონა შემცვლელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აი ესე ბატონმა დიმამ ნანამ და ლილი ხურითმა ძალიან დიდი წვლილი და დიდი მონაწილეობა მიიღეს იმაში, რომ ეს პირველი ნაბიჯები მათთან ერთად, მათ გვერდით, ესე თამამად გადამედგა და შემდგარ იყო ჩემი დებიუტი ამ თეატრში და ამ სპექტაკლში. მამაჩემის შესახებ რომან ესე ეძახდნენ მას რამაზ არჩაია, რომელიც რა თქმა უნდა თავის სფეროში იყო სულ და ერთი წუთითაც ხელოვანი ადამიანი, მოკლედ რომელსაც რა ვიცი, ალბათ საკუთარ თავზე მეტად უყვარდა ეს სფერო. თუმცა მამაჩემი იყო პირველი ადამიანი, ვინც დაარსა პროფესიონალური ორგანიზაცია აი ამ კუთხით, ანუ მსოფლიოს საბჭოს ეგიდით. მსოფლიოს საბჭოს ეგიდით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია მსოფლიოს საბჭოში, სადაც 56 ქვეყანა არის გაერთიანებული და ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო, რომელიც დაარსდა 1997 წელს იმ რთულ პერიოდში სწორედ მამაჩემის დამსახურება არის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქვეყნო საქმე გააკეთა, იმიტომ რომ საქართველოში შემდეგ ჩამოდიოდნენ საერთაშორისო დონის სპეციალისტები. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაცნაირი მე მერგო ეს ტვირთი თქო ცოტათი ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ამ ხელა საქმის გადმობარება. და თქვათ ისე გაძღოლა ამ ყველაფრისთვის რომ არაფერი დააკლო პირიქით შემატო ამ ყველაფერს ძალიან მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს ჩვენი ბავშვები ჩვენი ორგანიზაციის ბავშვები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ ჩემპიონატებზე და არიან მსოფლიო ტიტულების მფლობელები ევროპის ტიტულების მფლობელები და ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეები მსოფლიო მასშტაბით Not bad. But now the best.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ახლა ჩვენთან, მასტერკლასები, რომელიც თან ახლავს ხოლმე ყოველწლიურად ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოში ცეკვის ამ სფეროში, რომელიც უკვე მრავალი წელია ტარდებოდა. სულ სხვათა შორის ამაზე ვფიქრობ, რომ აი უფრო უფრო ეს ცეკვის სფერო თუ უფრო თეატრი თქო და ეს უფრო აღარ არის ჩემს შემთხვევაში. ეს ორი სფერო არის ის სფერო, რომელიც ერთმანეთს ავსებს, ისევე როგორც ორი ხელი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ვერც ერთს ვერ დართმობ, აი ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ ყოფილა ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც ზუსტად აი ამ ორ სფეროს თან მიმდევრულად გადავურჩენი ვარ, როგორც ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც, იცით თან ჩვენი აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ რა ტკივილებიც გადაგვიტანია და აი ალბათ ღრმად არ შევალ ხა დეტალებში, მაგრამ აი ორი ძალიან ძვირფასი სფეროა ჩემთვის და უფრო ძვირფასიც რაღაც თვალსაზრისით ცეკვები, იმიტომ რომ მორალური ბმა მაქვს მასთან, მამაჩემის დანატოვარიდან გამომდინარე და პასუხისმგებლობა 10 ჯერ დიდი. თუ კი ხარ ამ პროფესიაში, ხარ ბოლომდე. და რაღაცნაირი ბედნიერება არის. ბედნიერება, როცა ესე გიყვარს შენი საქმე და ვფიქრობ, რომ არ არის ეს ვალდებულება რაღაცის კეთების, ეს არის სურვილი და სიყვარული რაღაცის კეთების. და სოხუმის თეატრი ჩემთვის დღეს, ამდენი წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის შემდეგ, ეს არის ადგილი, სადაც მე მაქვს საშუალება შევეხო აფხაზეთს და სოხუმს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მე ესე ხელშეხებით შემიძლია შევიგრძნო. ის კუთხე, რომელიც ჩემი დიდი და ჩვენი ყველას დიდი ტკივილია და რა არ ვიცი, ახლა ვფიქრობ, ბევრჯერ მიფიქრია, ვთქვათ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდა, დავუბრუნდით და შევადგი ფეხი. არ ვიცი რა რეაქცია მექნება, არ ვიცი რა დამემართება. არ ვიცი ამას როგორ გადავიტან. მეტირება. მაყურებელს ალბათ იმ მაყურებელს მადლობას ვეთქვით, რომ ჩვენთან ერთად იქნებოდა იმ კონკრეტულ მნიშვნელოვან მომენტში.